მოგესალმებით, გამჩენის წყალობით სულ მალე დადგება ხანუქის დღესასწაული. გამჩენმა ყველა ისრაელში მრავლს და გვასწროს ჯანმრთელად ბედნიერად, ყველა ჩვენ საყვარელ ადამიანთან ერთად ისრაელის გამარჯვებით, ბეზრათ ჰაშემ. და მოდიმე სიტყვით შევეხოთ ხანუქის დღესასწაულს, თუ საიდან მოდის და რაც გვასწავლის ხანუქის დღესასწაული, რა მიცვები გვაქვს. რა თქმა უნდა, თორაში თუ ჩავიხედებით, გვასწავლიან რაბები, რომ თუ ჩავიხედებით ხუთ წიგნეულში ჩვენ ვერცერთ სიტყვას ვერ ნახავთ ხანუქასთან დაკავშირებით, რადგანაც ხანუქის მიცვა არის რაბების მიერ დადგენილი, არა თორიდან. თორაში რაც არის მოყვანილი მიცვები, ის განსხვავდება რა თქმა უნდა ხანუქისგან. ხანუქის მიცვა რაბების მიერ დადგენილია, თორაში შაბათი, ფესახი და სხვა დღესასწაულები რა თქმა უნდა თორიდან გვაქვს მიცვები. მაგრამ თორა გვასწავლის რა, რომ არის ეგეთი დღესასწაული ხანუქა, რომელშიც არის მთელი სიწმინდე ჩადებული, მთელი დღესასწაულები რაც არის ისრაელის ერისთვის, თორაში მოყვანილი, ყველა სიწმინდე არის ჩადებული ხანუქაში. ხანუქის ისტორია რა თქმა უნდა ჩვენ ვიცით, რომ იქ ტაძარის მცდელობა დანგრევასთან დაკავშირებით არის, რომ იყო მცდელობა, შეევიწურებინათ ისრაელის ერი, დაენგრიათ ტაძარი, გაუწმინდურეს ყველაფერი, დააწესეს ბევრი აგრძალვები ისრაელის ერზე, რა თქმა უნდა 4 არის ცნობილი, მაგრამ ეს 4 შეიცავს ყველა ასე ვთქვათ მძიმე აგრძალვებს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ბევრი აგრძალვებთან დაკავშირებით. როგორც ვიცით, ისრაელის ერს აუგრძალეს ბერძნებისაც ვთქვათ სამეფომ, აუგრძალა შაბათის დაცვა, აუგრძალა ბირთმილის გაკეთება, აუგრძალა თორის სწავლა და აუგრძალა როშ ხოდეშის შესრულება, რომ როშ ხოდეში არ დაეწესებინათ. რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია თქვათ, რომ 4 მიცვა 613-დან 4 რა მოხდა, ასე ვთქვათ, 609 დაგვრჩა, მაგრამ თქვა გვეუბნება, რომ არა. რა თქმა უნდა, ისინი ასე ვთქვათ, გააზრებულად აკეთებდნენ მაგ აგრძალვებს და ზუსტად ეს 4 ამოირჩიეს, რადგანაც 4 არის მითითებული ყველა დღესასწაულებთან და ყველანაირი კავშირთან, რაც ისრაელის ერს და გამჩენთან არის. როგორც ვიცით, შაბათიც კავშირი ადამიანს და გამჩენს შორის, ბრითმილიც კავშირია, თორის სწავლაც, რა თქმა უნდა, მთელი ისრაელის ერი დაფუძნებული არის თორის სწავლაზე და თორის განათლებაზე. მასზე შევიძენთ ჩვენ გამჩენის სიახლოვეს და რა თქმა უნდა, როშ ხოდეშიც არის დაკავშირებული არა მარტო როშ ხოდეში და მთელი თვე დავადგინოთ, როდის არის როშ ხოდეში და შემდეგ არამედ როშ ხოდეში დადგენილი და დაფუძნებული მთელი დღესასწაულები როდის რა იქნება. მაგრამ მაინც თორა იზახის რა არის განსაკუთრებული, რადგანაც თორაში წერია თუ შულხან-არუხი ბრძანებს მიცვათ ნეროთ ხანუქა, ჰი მიცვა ხავივა მეოდ. წერს შულხან-არუხი, რომ მიცვა ხანუქის სანთლების ანთება არის ძალიან მნიშვნელოვანი. თორაში შეიძლება ვერც კი ვნახოთ ის მიცვა, რაზეც შულხან-არუხი წერს, რომ ისა ხავივა მეოდ. ძალიან ძვირფასია, ძალიან ასე ვთქვათ, ქართულად რო ვთქვათ, დასაფასებელი და გაუფრთხილდეს წერილი. და გვასწავლის რა არის მაგაში განსაკუთრებული, რა არის იმის და მიუხედავად, რომ ვიცით, რომ ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი მიცვა, გავიგოთ რა არის ამაში, რა არის ჩადებული. და წერს თორა, რომ ხანუქის ისტორია, რა თქმა უნდა, არ დაიწყო იმით, რომ ბერძნებისაც ვთქვათ სამეფომ დაგვიწესა რაღაცა აგრძალვები და მაქედან წამოვიდა მთელი ისტორია. რა თქმა უნდა, ეს არის ფუნდამენტალური, მაგრამ ხანუქის ისტორია, ხანუქის მიცვა გამჩნდა ბევრად უფრო ადრე. და რა მიცვა არის, საიდან ხედავთ ამას, არის კვირისთავი ბეალოთხა, როდესაც ისრაელის ერი იწყებს შესაწირავის მოტანას იმისთვის, რომ დროებითი ბეით-ამიგდაში აგოშენებინა, მიშკანიასაც ეწოდებოდა უდაბნოში, როცა გამოდით ეგვიპტიდან. და თქვენია, რომ გამჩნდა დაავალა მთელი ისრაელის 12-ვე შტოს, მოეტანათ ერთი და იგივე შესაწირავი იმისთვის, რომ ტაძარი აეშენებინათ. მაგრამ ერთი შტო იყო, რომელსაც უთხრა გამჩენმა, რომ არ მიიღო მონაწილეობა. ეს იყო ლევის შტო. არონო ქოენი, მოშე რაბეინო ლევის შტო იყვნენ და უთხრა მათ, თქვენ არ შეწირათ არაფერი, თქვენ თავისუფალი ხართ ამ მიცვიდან. რადგანაც უთხრა გამჩენმა მოშე რაბეინოს, რომ არონო ქოენის სამსახური იქნება, ასე ვთქვათ, ხანგრძლივი და საუკუნედან ასე ვთქვათ, გადაეცემა
ქოენების სამსახური, მაგრამ ისრაელის ერის შესაძლებელიც არის ერთჯერადი. ამიტომ ერთჯერადის დაკავშირებით ისრაელის ერმა შესწიროს და სამსახური, რომელსაც ასე ვთქვათ, საუკუნეები შეასრულებს, ის იქნება ქოენების მიცვა. მაგრამ ნათქვამი თორაში რომ არნო ქოენი წუხდა, რომ მიცვა ვერ შეასრულა, რაღაცა დააკლდა, რაღაცა სურვილი ვერ აისრულა, რადგანაც არნო ქოენს და მოშე რაბენოსაც რა თქმა უნდა ქონათ სურვილი ყველაფერში, სადაც ისრაელიშვილი იქნებოდა, იქ მიეღოთ მონაწილეობა. და გამჩიმა უთხრა რა, თუ ამ ხელა სურვილი აქვს არნო ქოენს, რომ ვერ მიიღო წილი ისრაელის, ასე ვთქვათ, ერთად აეშენებინა ტაძარი, მაშინ მე მივცემ ისეთი მიცვას, რომელიც იქნება, ასე ვთქვათ, ფუნდამენტალური ყველა სიწმინდესთან დაკავშირებით. რა ფუნდამენტალურზეა საუბარი, ეს არის რა თქმა უნდა მენორა. მენორა, რომელიც ტაძარში იდგა, არნო ქოენი საუკუნეების მანძილზე მისი შთამომავლობა იგულისხმება, რომ ასრულებდნენ და ამზადებდნენ, ასუფთავებდნენ, ანთებდნენ მენორას და ეს სიწმინდე აერთიანებდა ყველა დღესასწაულს. და ნათქვამია, რომ ის ხანუქის შუქი, მენორას შუქი, რომელიც ტაძარში იყო, აერთიანებდა ყველა სიწმინდეებს, რაც კი ისრაელის ერს გააჩნდა დღესასწაულებთან დაკავშირებით თუ სხვა დღეებთან დაკავშირებით, ყველაფერს ერთად აერთიანებდა. მაგაზე ნათქვამი ზუსტად, რომ ბრძანებს თორა, ყველაფერი აშენა მოშე რაბენიმ, რაც გამჩემა დაავალა, მაგრამ ეს იმდენად წმინდა იყო მენორაზე წერია, რომ მოშე რაბენიმ ვერ გაიგო როგორ აშენებინა, როგორ გავაკეთო ეგა, რომ გავაერთიანო ყველა სიწმინდე და გამჩემა უთხრა რა, მე დაგეხმარები. ერთ-ერთი ასე ვთქვათ, ნივთი ტაძარში, რომელიც იყო ტაძარში, ნათქვამი ხანუქაში, მენორაზე, რომ ვერ ააშენა მოშე რაბენიმ, იმდენად წმინდა იყო. და გამჩემა დაეხმარა მაგაში. ნათქვამია, რომ გამჩემა უთხრა არნო ქოენს, რადგანაც შენი სურვილი ეგეთი დიდია, რომ მიცვები შევასრულოთ, მოგცემთ მე დღესასწაულს, რომელსაც გააერთიანეს ყველა დღესასწაულების სიწმინდეს. და რა თქმა უნდა, ეს იცოდა გამჩენმა, რომ იქნებოდა თავგანწირვა ისრაელის შვილების, მაკაბიელების, ქოენების, ძირითადად ქოენებმა გასცილეს თავი ხანუქაში, იმისთვის რომ გაემარჯვათ ომში, რომელიც არარეალური ომი იყო, რომელიც არაფერზე იყო დაფუძნებული, რომ რაღაცა შანსი ჰქონდათ ისრაელის შვილებს გაემარჯვებინათ, რადგანაც ისინი ძლიერებიც იყვნენ, ქოენები უფრო სუსტები იყვნენ, ისინი უფრო შესაძლებლობა ჰქონდათ, იარაღი ჰქონდათ მეტი, გამოცდილება ჰქონდათ ომში და ასე შემდეგ, რა თქმა უნდა, თორაში წერია, რომ ეს ყველაფერი არაფერი არ იყო გამჩენის წინაშე. როგორც ჩვენ ხანუქის ჩამატებას ლოცულობთ ყოველ დღე ხანუქაში, ამიდის ლოცვაში და ბირქათ ამაზონშიც ვამატებთ, რომ არარეალურ სიტუაციაზე დაფუძნებული ხანუქა, ისინი ძლიერებიც იყვნენ, მეტი შესაძლებლობა ჰქონდათ, არანაირი შანსი არ ჰქონდა, რომ ისრაელის ერს გაემარჯვებინა, მაგრამ გამჩემა თქვა რა, ის თავგანწირვა, რაც ისრაელის შვილებმა ჩადეს ხანუქის დღესასწაულში, ყველაფერზე მაღალი იყო და თორის სიწმინდემ და თორის მიცვებმა და თორის სიძლიერემ გაამარჯვებინა ისრაელის ერს. და მაგით წერია თორაში რა, გამჩემა მოგცა დღესასწაული, თუ შევხედათ ჩვენ, ტაძარში იყო მენორა, რომელიც ანთებული იყო, 7 სანთელი იყო ტაძრის მენორაში, მაგრამ გამჩემა მოგცა ხანუქის სანთლები 8. რა თქმა უნდა, ბევრი ახსნები აქვს, რატო 8, რატო 7 არა და ასე შემდეგ, მაგრამ ერთ-ერთი ახსნა რაღაცაც დაფუძნებულია ეს გაკვეთილი, რომ გამჩემა მოგცა დღესასწაული, რომელიც გააერთიანა ყველა დღესასწაულები. თუ ჩამოვთვლით, ძირითადი დღესასწაულები არის ისრაელის ერთან, ეს არის 8 დღესასწაული. ეს არის შაბათი, ფესახი, შავუოთი, სუქოთი, როშაშანა, იომ კიპური, სიმხა თორა და როშ ხოდეში, რომელიც თორაში წერია. 8 დღესასწაულია, რომელშიც არის თორაში მოყვანილი და გამჩემა თქვა რა, ვინც ისრაელის ერში ებრაელი აანთებს ხანუქის დღესასწაულში, ყოველ დღე არ გააცდენს, ყოველ დღე აანთებს შესაბამის სანთლის პირველ დღეს 1, 2, 3 და ასე შემდეგ ვამატებთ. ნათქვამი თორაში რომ ზუსტად იმ სიწმინდეს შეიტანს თავის სახლში, რა სიწმინდეს ტაძარში იყო. რადგანაც ეს ის დღესასწაულებია, სადაც დამატებითი სამსახური იყო, რასაც ქვია მუსაფ. რომ ემატებოდა დამატებითი შესაწირავები ტაძარში,
გარდა იმისა, რაც ყოველდღიური იყო და იქ იყო მსხვერპლში საწერალი ცოდვებს გამოისყიდი და ყორბან ოლა, შლამიმ, ასე შემდეგ. შემდეგ ბევრი იყო, მაგრამ ეს არ იყო ვალდებულება, ხო? მაგრამ დღესასწაულში იყო ვალდებულება დააგვემატებინა რაღაც ტოსეფეთ. ამიტომ ნათქვამი თორაში რომ ხანუკის დღესასწაული აიღო გამჩენმა არონა ქოენის დამსახურებით ის სურვილი რაც ჰქონდა რომ მიეღო მონაწილეობა ტაძრის აღშენებაში ის თელი სიწმინდე აიღო გამჩენმა და თქვა რომ მე ჩავდებ ხანუქის სანთლებში ამიტომ არის თორაში ნათქვამია შულხან არუხში რომ ჰი მიცვა ხავივა მეოდ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არც ერთმა ისრაელშვილმა არ გააცდენოს ხანუქის დღესასწაულში სანთლების ანთება რა თქმა უნდა ბევრი მინჰაგები გვაქვს ბევრი განსხვავებული ლოცვებიც გვაქვს ჩასამატებელი გვაქვს ამიდის ლოცვაში ბირქათ ამაზონში და ასე შემდეგ მაგრამ თორა გვასწავლის რა ხანუქის სანთლები ყველაზე მაღლა დგას ყველაზე დიდი სიწმინდე აქვს და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზათ ჰაშემ შევასრულოთ გამჩენდა გომადლიანოს ყველა ისრაელშვილი შევასრულოთ პირნათლად როგორც საჭიროა ხანუქის სანთლების მიცვა და ნათქვამი თორაში რომ ერთ-ერთი მიცვა იყო თორაში ტაძარში რომელზეც ნათქვამი თორაში რომ იმის და მიუხედავად თორა უყურებს გამჩენი უყურებს ყველა ადამიანს იმის მიხედვით თუ რა დონეზეა სიწმინდეში რა დონეზეა გამჩენის სამსახურში არის ხანდახან ადამიანი ლოცულობს და გამჩენი არ პასუხობს არის მაგაზე ახსნები რაც ნიშნავს არ პასუხობს იმასთან შეხს რომ გამჩენი არის ისმის ლოცვებს არამედ ადამიანის მოქმედება თუ რაღაცა მიცვებში ასე თქვათ შესაბამისად არ იქცევა ადამიანი და კიდე გამოსწორება სჭირდება და თეშობაზე დაბრუნება სჭირდება შეიძლება თავისი ლოცვები შეაყოვნოს სხვადასხვა ასე თქვათ დაბრკოლებები შეიძლება შეიქმნას ადამიანს და გამჩენს შორის ამიტომ შეიძლება იყოს სხვადასხვა პრობლემა თუ ადამიანი რატო ვერ ღებულობს იმას რასაც თხოვს გამჩენს ხოლმე მაგრამ ნათქვამი თორაში რომ ხანუქის დღესასწაული ეს ყველა სიწმინდეს აერთიანებს ერთად და ეს 8 დღე არის ნათქვამი რომ გამჩენი ყველაფერს გვერდზე დებს როდესაც სანთლები მithumetes იმ პერიოდში სანთლებიანთია გავასწავლენ არაბები რომ ეს არის დრო როდესაც შეგვიძლია ვილოცოთ გამჩენის წინაშე ჩვენს და გამჩენს შორის არანაირი ბარიერი არ არსებობს რა დონეზეც შეიძლება არ იყოს ადამიანი არ აქვს მნიშვნელობა ნათქვამი თორაში რომ როგორც იომ-ქიპურში გამჩენი გვერდზე დებს ყველაფერს და უბრალოდ მოდის ჩვენთან რომ პირიქით ჩვენთან მოდის რომ მიიღოს ჩვენი ლოცვები ასევე ნათქვამი რომ ხანუქაში არის მოყვანილი ის საშუალება რომ ჩვენ გადავდგათ ნაბიჯი გამჩენთან და ჩვენს შორის არც ერთი ბარიერი არ იქნება არც ლოცვებთან არც მიცვებთან არაფერში არ იქნება რასაც ჩვენ თხოვთ ნათქვამი თორაში რომ გამჩენი ყველაფერს პასუხობს გამჩენა და გომადლიანოს ყოველთვის შევეცადოთ მეტი გავაკეთოთ ყველა მიცვები შევასრულოთ მაღლეს დონეზე და რა თქმა უნდა მათ შორის ხანუქის დღესასწაულიც გამჩენო მრავალს და გვასწროს ჯანმრთელად ბედნიერად ყველა ისრაელშვილი და მოგწეს ყველაფერში ბრახა და აცლახა რა თქმა უნდა ყველა კარგ საქმეში ყველა მიცვების შესრულებაში და გამჩემა მალე თავის დროზე მოგვიწევთ მასში ახცეთ კენო და ყველაფერში მოგწეს ბრახა და აცლახა